კატა მელოდა წუხელი არა მოიყვანო ნინო არა მოიყვანო უბრალოდ ჩაუყავი არაფერს არ გიზავს მოიფერე არ შეგეხება წუხელი მოველი ღმერთო რომ მეგონა რომ პირიქით ეს პატარა კატა ის ხო აღარ ამყავ ჩემი სიხარული ეს პატარა კატა უფრო მეტ სიხარულს გამოხატავდა საერთოდ არა როგორ არა მოვიდა მომიმის რაღაცა მაგრამ შავმა კატამ ჩემს მიმართ მონატრება გამოხატა არ ვიცი მოდიოდა ამას ხო ეფორებოდ პატარა ხელში მეჭირა რა ეს პატარა რაღა ნუ პამაგის ესე ამოდიოდა რაღაცებს აკეთებდა რომ მეც მომეფერო ისეთი თან ამ ხელა მუცლით აი ჩემი ფეხები თქო აი გატიკული მეთქი ხა გასკდება და მე რო დადის ხოლმე რამდენიმე რაღაცნაირად დაიკნავლებს ხოლმე თან თვალებში მიყურებს ხვდები რომ უკვე აქ ჩემი ანუ ჩემთან ყოფნა უნდა და პური რო დაუგდე აიტანა მაღლა აიტანა კატამ და შეიტანა ქოხში მივხვდი რომ ეს უკვე რაღაცას ისე და თან გამოდიოდა და კნავდა და მე ძახდა ისე მაგრამ ტკიოდა ფეხები მაგრამ მეთქი რა სამო და რო დაიწყო უკვე ფორიაკი დადიოდა შეძრებოდა გამოძრებოდა მეთქი всё ჩაბოასწარი პაციენტს და გაჩინა შავ თეთრი კნუტი რა საყვარელია ვაიმე ამ ქილა კულები აქვს პატარა კულები და დაველოდე მეთქი აბა რამდენად მიხედავს ამ ერთს რომ ხა მე ხო აგძელებს რავი 2 იქნება 3-4 რა ვიცი მეთი ფაქტია ხა ერთს არ დააგდებდა და წავალ და დავწიფ და დავიცინე და დილას რო გამოვედი ერთი მუქი შავია ერთი ის დილით რაც მე რამშობიერობაც მივიღე შავ თეთრია მეტად თეთრები აქვს რა კბილის რა მანდ დევს კაცო თეთრის მეიკიანი რო არ დევს მაგაში არც მაგიდაზე ისა ყავისფერი ის როა ეგ ხო შენ მე დილით რო გამოიხეხი გვიან ჩავდე ყავისფერი ჩემოდანს რო ისა აქვს შუაში ზმეიკიანი ნახე ჩახედე გადახსნილი ზმეიკიანი რო აქვს ნახე ბადიანი ისა აქვს ზმეიკა უნდა მანდადე შავს მოვიფე და ეს შუაში რო ბადიანი ზმეიკა არა კაცო ყავისფერი ჩანთა ხუა გადახსნილი ივანე ბადიანი ზმეიკა აქვს შუაში ჩანს შორიდანვე და მაგას ჩავდე შენი ჩოტკი ამაზე წამოსვლისას რო მოწესრიგ და გვიან ჩავდე ეს თავის რაღაცები და გამახსოვს ნახე მან გინდე მაიტაკა ხოდა ერთ სიტყვით ყავს 3 კნუტი ერთი შავი მეორე შავი ცოტა თეთრებით და მესამე შავი ცოტა ბევრი თეთრებით არა მოსულა ჯერჯერობით დასტრიალებს დაქვაცალებს ერთი დავაკვირდი რომ თუ არის კიდე ამდენი აჭიდა დახვანცალებს ზედ მოკლედ დავაკვირდი და ყველა კნუტს 5 თითი აქვს შაშა ხო გააჩინა ისინი 3 თითა და 4 თითა სინამდვილეში ძალიან უსუსურები და თვითონაც პატარა იყო მუკუბანგი თქვენს ეთერში ხო და ეს სიტყვით ხალხნო რა მაგ თემაზე მიდოდა რომ წაწინა განცხადება გამეკეთებინა ვინც შეშფოთებულია მაგ თემასთან დაკავშირებით რომ ჩაშფოთდით აღარ გინდათ აუ ძალიან მაგარი იყო კარტა რო მოქმედებდა TBC ბანკის კარტა ეხლა ვფიქრობ საზღვარზე რომ მივედით რაღაცა და ეხლა ვამბობ რა რომ ეხლა მეთქი წნევის აპარატი დაგჭირდება რათა ლევან მასწავლე რათა და რო დავსხდებით საქართველოს საზღვარზე რომ გადმოვარ და მესიჯი რომ მესიჯზე ამდენი ჩამოიჭრა აღარც პულსის გასინჯვა გუშველი საერთოდ სინამდვილეში რომ გადავედით და მოდის 150 სოფოს მოვიდა 1000 რაღაცა სოფომ დააჭყიდა თუ რა ვიყიდე კარო ესეთი მე დავაკვირდი რომ თურქული ლირა ეწერა იქ გეფცები შესალოცები დავხვდით სანამ აზზე მოველთ რა იყო ის რეები ჩამოგვეჭა მე
ანუ ხო ვიცოდი რომ ბევრი ისეთი არაფერი არ მიყიდია. ბაზრო ქემალ-ფაშაში რო გავიარეთ და ივანეს და ბარბარეს მაიკები ვიყიდი 1000 ლარი მივეცი და ამისთვის მინდა ვეძებდი რამე ფეხბურთის რაღაცა. სულ კაბები და რაღაცები ვიყვა მას კაბაროს ხავს და გამომიზურება. ხო და მეთქი რამე მართლა არ იყო არაფერი და აუაზროთ არ დავხარჯე რომ მე მაინც როაც ჩაიცმე და მე ვეძებდი კაბა შორტი, კაბას ვეძებდი რამეს. ხო მაგალითად ჯინსის. ჯინსის არ მინდოდა, აი რამე მინდოდა ძალიან საყვარლობა და ვერ ვიყიდე. ეს კაბა. ხო და ისა ჯადაბას მე ვთხარი ამათ რაც უნდათ ის და ეხლა ვიყიდო და ტყუილა და ვერ ჩაიცოს და ჩემი ხათრით ძალი ჩაიცოს ბავშვმა არ მინდა. აქ რო იმას ვიზავ რამეს ვუყიდი. აუცილებლად და ხო და ივანის მაიკები მოეწონა 2 წელი და სხვათა შორის ძალიან კარგი ფასები. ბაზრობის ფასები იყო. უფრო იაფი 10 ლარად ვინ მოხდეს ბაზრობაზე მაიკას. და კაი ხარისხის. ის კატეგორიას. და ბარბარეს უყიდე შავი კაბა. ძალიან კარგად ქონდა. ხო და ეს გადავიხადე ხელზე, ქეშად მივეცი, მქონდა ლარები. რო ჩავსხეთ ავტობუსში და მოვიდა, უკვე აღარ უყურებდი, გავხედე და სოფოთესე იჯდა. უკვე გულზე ქონდა ხელი დადებული, ეს რეები მოდის მადათო. მე აპტეკი მივამატე ესე ჯერ ჩემთან, რამდენი გამოვიდა. ეს ხელის კალკულატორზე იმას ის მივუმატოთ. მივიღეთ საბოლოო ციფრი ამ ლირების და ეხლა გადმოვიყვანეთ ლარებში. შემდეგ დაეწერა 45 ლარი. რო გავიხარდ. იმდენი ხანი და იმდენი რაღაცები ვივაჭრე. მაღაზიებში, შუა ანტალიიდან სანამ აი სადღაც რა კარგად შორს. TBC ბანკი მუშაობდა. ანუ წვენები და რაღაცები არ მიყიდია, იმიტომ რომ წვენებს რო სვამდნენ ბავშვები, უფრო ხშირად ამხელა ავტობუსი უფრო ხშირად ჩერდებოდა და დროს ვკარგავდი. ამიტომ მარტო წყალი ვქონდა, ყიდულობდნენ, მაგრამ მარტო წყალი რო უბრალოდ წყურვილი ვისექნათ რა ბავშვებს. ძნელია რომ აი ერთი ბავშვს რო ტუალეტში მომდება გააჩერო. 15 წუთში მეორე იმხელა ავტობუსი 65 კაციანი ავტობუსი არის აი სოფლის ბოლოში რო შემოვიდა იქ ცენტრში მოტრიალდა იქ ხიდთან იმის იქით ვერ წამოვიდო და იქვე ჩამოვედი საიდანაც წავედი იმხელა ავტობუსია წარმოიდი ეს ავტობუსი აწარამარა აჩერა რაღაცა პეჩენიები და ისეთ სასუსნაოები რომ ვაჩერებდით რა საჭმელად და ეს საჭმელი უკვე ნაყიდი ჰქონდა სალონასწორებას სულ ყველაფერი და ალაგ-ალაგ ვაჩერებდით ესეთ დრაივებზე ან ბენზინ გასამართლებლებზე სპეციალურად იყო ესეთი რაღაცები იქ რომ ბავშვებს ეჭამათ მაგიდები და ყველაფერი და არავინ ვარს არ ამბობდა ხო ყველაზე მაგარი იყო ტუალეტი ღირდა 10 ლირა ხო და სუპერწუთ მე შევდიოდი მარტო ესე განყოფილება ხო იყო კაცებისა და ქალების შუაში იჯდა კაცი ხო და ხა წარმოიდგინე 2 და 3 ავტობუსი რომ მივიდა ეს ამას ნუ აღაგებდა უნდა მოემსახუროს ხო ყველა გადაიხადოს 10 ლირა ჭაიარ გამოდაჭყურო ჩამოდი უთხრა ჩამოდი იპარებოდი მან ეგრე გავდიოდი ერთმა გადაიხადა არა რამდენიმე ადგილას გადავიხადე მე საქართველოში იყო კიდე ხო და ანუ 10 ლირა გამოდის ძალიან იაფი საქართველოში ტუალეტში მაგაზებეც იხდი რაღაცა არა თეთრები არ არის არც ლარი არც არაფერი 50 თეთრს იხდი რა 50 თეთრში რომ ერთ ადგილას გავჩერდით და ბავშვებს ძალიან უნდოდა ტუალეტი რომ მიველი ხა ვიღაცამ დაიძახო ლარიღი საფულით ჩავედი და ძალიან ბევრი აქედან მქონდა ძალიან ბევრი ხურდები წაღებული ლარიანები და ეგეთი ძალიან ბევრი წაღებული რა ვიცი მეთქი გამოდგება აქ მაღაზიაში ან ამაზე სანამ გადავკვეთავთ და ლარიანები დავარიგია ეს იმდენად უნდოდათ ბავშვებს მე ისე მარტო ლარიანებს ვიღებო ამ ქალმა მე ვთქვა რომ თეთრიანები მაქვს ეხლა რა გავაკეთო ვიდგებეთ კი ესე აი ხა მეთქი დავუდე ეს 20 თეთრი მეთქი და აბა გამაი მე ვეცაბეთი თეთრი გავძვედი და გაველი აი ეს მეტროს ისინი როა ხო იცი ეს ეგეთი ის იყო რომ ჩაგდები მოგაგატარებ მე ვთქვა ლარი დაგიდე და ეხლა როგორ გავალვი ისე გამატარებ თუ გადავხტები რა მნიშვნელობა კაი ყავა მეტროს გადასასვლელები რო არის ხო იცი კარტას რო ადე მანდრამე გადავეშვა ხოლმე შევწევი და გამიხარ შენსაც არც ვიხდი შენ ხო გაძვრინებ ხო შენთან ამასაც არ ვიცი ეს უპატარა თითოდ გავდივარ რა მივიდივარ ხოლმე ამას ვეტყვი გაძვერი დამელოდე მან არაფერს არ ამბობ ეს ინაბიში ნუ ეხა
იმას იზავს როგორ არ გადავიხდი მართლა ხა. სისულელია, მაგრამ პატარა რო იყო მართლა არ ვიხდიდი. ოიცი თვით და ორი გაგებით ეს რე TBC ბანკის ის ხო მე სოფომაც მოდი შეგას და გახარებას ეს რამდენი 1000 იმამი არ ვიციო და გადავიყვანეთ სოფოსი უფრო მეტი იყო, მაგრამ ამოისუთხა, რაიმე მეგონა რაღაცა, იმიტომ რომ მან საზღვარზე რაღაცები იყიდე ხა. ირაკლისთვის სიგარეტი და ეგეთი რაღაც ძალიან იაფი. აუ, კარგად ვიხარ. მე გზირო მოდიოდით, მე ხო წინა მხარე ძალიან წინა ვიჯექი, მაგრამ მეორე თუ მესამე სკამზე ვიჯექი რა, მშობლებზე და წინა მხარეს ვართ ხო. აუ ჩვენ ვიცინეთ ალაგ-ალაგ როგორ ღვიძებოდა რომ აი აღაშებოდო კუჭი გტკიო და რა სულ ყველაფერი ძღოლიანად. რაც შეეხება საერთო მოგონებას? საერთო მოგონება მე კიდე შევაფასებ, იმიტომ რომ რაღაცები კიდე გამახსენდეთ. ხო, ვაპირებ ჯერ ის რომ დათვის კადრები კიდე რეებიც მაქვს. რეებიც უკვე ატვირთული მაქვს. ყველაფერი ახლიდან ერთიანად გადავაბა, იმიტომ რომ მე თვითონ არ მინდა მე რომ ვეძებო, აბა რომელი ვიდეო სად არის. ერთიანად გადავაბავ და მექნება YouTube-ს. ხო, ვისაც კიდე უყურებს, ვისაც არ უნდა აღარ უყურებს, ხო მეორედ. ნუ მეორედ ის დადებული კადრები რაც იქნება, მაგრამ ახლებით რომად იქნება. საერთო მოგონებასაც შეეხება. უკვე რომ მივხვდით რომ ისვენებდით. უკვე რომ აზარჩი შეველთ და ის გზის დაღლილობა მოგვეშვა. ჯარიდან ჩამოვიდე. ბარბარე რომელ გადანაყოფში იყავი? ბარბარე აბა ნახე ადი ფისოები. აბა კოხში ნახე. ბაბალა ფიცოები. ჩვენ შეიძლება წყალოცებში წავიდეთ. რაღაცა საკითხულობდი და ვერ წავიდე, არა სკოლის ჩატები დავადუმე. ამანებით დავიმეთქი. ხო და ეხა ნენელა ჩაუჯდები და მოვალ იმაში რა. ხო, ანუ რო შევედით აზარჩი, აქედან წავალთ ის დღე ხო რაღაცა 3 თუ 4 საათი იყო, რომ შევედით სასტუმროში და დავაყარეთ ეს ყველაფერი, არაფერი არ დაგვიბინავებია, დავაყარეთ და ჩამოვედით, ჭამეთ და ნუ რაღაცა ის დღე მოასწარით დასვენება. მეორე მესამე ანუ აი კარგას აზარჩი რო შეველთ და უკვე ყველანაირი დაღლილობა და უკვე რო დავივიწყეთ, საიდან ვიყავით სულები და რას ვაკეთებდით იქა. მაშინ მოგვიწია წაფასვა. ხო, არა, სინამდვილეში მართლა კარგი იყო. მართლა კარგად დავისვენე, ყველამ კარგად დაისვენე. ბავშვები მშობლებიანად კარგად დაისვენეს. მიუხედავთ იმისა, რომ ვიყავით ძველი მშობლები, რომლებიც სუერთად ვიყავით წლები და იყვნენ პატარა ჯგუფის მშობლები, მაგ შემთხვევაში საერთოდ არ განვირჩევით ხოლმე. იმიტომ რომ მშობელია, მარტყოფში თავს იმას ვამბობ, ყველას იცნობს და იმას არ ნიშნავს, რადგან ის პატარა ჯგუფის მშობელია ჩვენთან არის. არა, იქ მშობელია. ერთი წლის მოსული ხარ თუ იწუთას მიხველი მშობელი ხარ უკვე და უნდა გაითქვიფო სიტუაციაში. კარგი გოგოები იყვნენ ყველანი, კარგად ვიხალისეთ, საერთოდ ვერ ვიბრძენით რომ ზოგმა იმ წუთას, ნუ კი ვიცნობდით ერთმანეთს და რაღაცა ესე გამარჯობა გაგიმარჯოს, მაგრამ ესე ახლო ურთიერთობა ხო ხა ყველასთან არ გაქვს. ხო და გუშინდელიდან თუ რო ჩავედით იმ წუთი და ჩვენ ერთნი ვიყავით და ერთად ჭამდით, ვსვამდით და ყველაფერს რო გავდიოდით ერთმანეთს დავეძებდით სადახარ იქ ძალიან კარგი იყო მოგონით რა და რა თქმა უნდა ეს მოგონებად კი არა და სულ გაგყვება მთელი ცხოვრება თუ რავი დემენცია არ დავივართ. შეიძლება თქვი რაღაც სათხალებს რომ ყიდულობით და ყველანაირად თქვით პროს გამარჯობა ხმანო. როგორო? ეგ კი არ მიყურებია რაებს ვამბობდით რეების და მაღაზიებში რო დავდიოდით. საერთოდ არ მახსოვდა რეებსა ვლაპარაკობდით. ერთი ის გუშინ რომ ქემალ-ფაშაში რო გავიარეთ და ძალიან კაი პროდუქტი ჰქონდა, პროდუქცია თუ რაც აქვია ტანსაცმელებისა ამ ქალს და მაიკე ვივადეს მოეწონა იქ. მაგრამ არ შემიძლია ესეთ ქართველები იყვნენ. ვივაჭრო ისეთ ადამიანთა, რომელიც ვიკითხე რა ღირს მაიკა. აი რა ღირსა ეს მაიკა. ხო შეიძლება ვითხრა ფასი და დამაცადო რომ მე თვითონ ეს ათიღეს.
ეს 20, ესეც კაი, ეს ნახერაფერია, ეს სხვა სტილია. არ გაჩუმდა დედას კეფცი, არ გაჩუმდა. ივანეს ვთხარი, აი, წამოდი ხა ჩქარა. აი, გავიდეთ და იქ ვიყიდოთ. ვერ ვიყიდე მაიკა. არ მომცა იმის საშუალება, რომ თვალი გამეხილა. ყველაფერი ზედ მიყვა, თვალებზე მეყარებდეთ. ოღონდ მე ისა რაღაცა ერთი მაიკა რომ ვიყიდეთ, სავარჯიშოდ ხანდახან მიდიან ხოლმე ბიჭები დარბაზში, თბილისში რა. ხო და ისა, მაგისთვის უნდა და ერთი მაიკა და ერთი მაიკაო იქაო მომეწონაო და მეთქი იცი კონკრეტულად შვილო ანუ იქით რომ სხვა ვიყიდეთ მაშინ მითხრა იქ სადაც წაბოვეთ ერთი მაიკაო იქაო მომეწონაო ხო და ისა წამომეთქი ხომ კონკრეტულად იცი ზუსტად რომ კიო წამომთხარი აი ის ავიღოთ და გამოვიქცეთ სანამ კიდე ზემოდან მოგვაყრის ამ მაიკებს არ შეიძლება აი გამყიდველების ძალიან ცუდი ჩვევა ეგა აი გიждდები ესეთ გამყიდველებზე რომ იტყვი მობძანდით გაქვთ მაიკები სიტყვაზე. თქვა, აი შემოდით, ნახეთ რომელიც გინდათ, რა ზომაც გინდათ და დამიძახეთ. აი სულ არ მინდოდეს აი მაგ მაღაზიაში ვიყიდე. იმიტომ რომ მოგცა ადამიანმა არჩევის საშუალება, ფიქრის საშუალება და გააზრება საერთოდ. რა სიძახს ანა ფასი ვიკითხე, ზედიზედ მეცვა ყველაფერი, რო გავიხადე ბარბარესაც და ივანესაც. რა შეიძლება, ეგ ძალიან ცუდი ჩვევა, მაგით კლიენტს ვერ მოიციებ. და თურქებზე ვიცინეთ. არ მინდა ძალიან გძელი ვიდეო გამომიდეს. სასტუმროსთან სადაც მაღაზიები იყო და იქ გავიარეთ, ანუ ძირითადად რო არაფერი არ გვიყიდია. აი ეს მაცივირსები სადაც ვიყიდე. არა, მაცივირსები, ხო, მაცივირსები ვიყიდე. აი ადამიანი რომ ვიდიოდეს სადღაც 20 მეტრში. უბრალოდ მაღაზიისთან უნდა აიაროს. გადიან და იქიდან შემოყავთ ხალხი რაღაცა იმით ხვანც არის. მაგაზეთ კარგად ვიხალისეთ. მაგრამ აი წინაზე ცხო ვიყავი თურქეთში. იმდენად კიდე ვერ დავაკვირდი. ეხლა მაგისთანა არ მიწინოს არავინ. მაგისთანა საზიზღარიერი არ არსებობს. ძალიან ბევრ ასპექტში დავინახეთ ეხლა ბევრმა. უხეშები. უზრდელები, ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ იმ მომენტში შეიძლება არ იყო ისი ანუ აი საერთოდ რო არ იმსახურებდნენ, ისე უხეშობდნენ. როდესაც გრძნობდნენ იმას, რომ არ იყვნენ არავის დაქვემდებარებაში ან სამსახურის ან იმაში, აი არ ვიცი, უხეშები, აი ერთმა მესაზღვრე, პირველი რაც გააკეთა, ის იყო მესაზღვრე. აი იმისთანა სივირე გამოაკე, სიუხეში, აი არ ვიცი მაგას რა ქვია რა, რომ აი ესე რომ მიიტანდი პირადობას და დახედავ და არ უნდა რა, არ მოეწონე. განა უბრუნებდა, ზემოდან უგდებდა და პოლზე, ანუ იატაკზე უგდებდა, რომ იგეთო, წადით აქედან რა, არა, არ გატარებდა მორჩა, ანუ იმას აქვს უფლება, რომ ეგ არ მოეწოდეს, ახლა არ გატარებს. ამწარა ხალხი, ამწარა უმანდი ნერვიულეს სალომეთა ლევანი, რომ ეხლა რო რაღაცაო და ერთ-ერთი მშობელია გააჩერეს. იმის გამო, რომ პირადობას ჰქონდა რაღაცა ჯიბეში რო ედოხომი ადამიანს და მუშაობს და ჯიბეში ხშირად უწევს. ასეთი ზოლი ჰქონდა რაღაცა გაწმინდეს. არ მინდაო და არა, მორჩო. სადზე მეტი აქედან წასულები დაგვაყუდეს იქ და ველოდეთ. წარმოიდგინე, გადასული მთელი ანსამბლი და ერთ მშობელს არ უშვებდა. უბრალოდ არ მოწვა, არ უნდა რა, ეგეთ ხასიათზეა, ისე უხეშო და ისე ყვირო და ეს ბავშვები დაიზმენდნენ რაღაცა აიმე და აი თან სურვილი რო გაქვს ერთი, აი მაგრათას ცემო რა, აი თვალები დასთხარო და არა ვერიზა უარეს გაგიგეთები. მაგ დროს თუ შეიძლება მთლიანად დაგატრიალო. და აქ უფლება მაგის მესაზღვრეს. ყველანაირი უფლება. ძლივს გადმოვიდა. რა თქმა უნდა, მასწავლი მასთან დარჩა და რაღაცა და გადმოვიდა როგორც იქნა. მე იქიდან რომ მოვიდოდი, თვითონ ეხლა ვარ გადაგტოვა. რა ბედი არ გიდა, იგივე ცვლა შევხვდა და სულ ესე გამოვიდით. აი არ ვიცი. წავედი ხა ბევრი ლაპარაკი რო გამომივიდეს.
დიდად ბევრ ამას გავაკეთებ მეთი არც, მაგრამ აი რასაც ხედავ რომ არის ზერელებს გასაკეთებლები, იმას გავაკეთებ აუცილებლად, იმიტომ რომ ფიზიკურად ფეხები მაგრად მტკივა. ახლა ჩამოვწია ისევ დაბლეს დადე. აუცილებლად მოვალ კიდე და ჯერ კიდე იდე რამე მაქვს მოსაყოლ თქვენთან ერთად გავერთობი ხოლმე და გავიხსენებ და იმიტომ რომ მაგისტრის წაველი მოსაყოლად და იმით რა ქვია დროის გასატარებლად და მოგონებების დასაგროვებლად, ხო? ხო და ეგრე დავაგროვოთ მე მაგის მეტი რა დრო არა გვაქვს თუ რა ავდგები ხა რაღაცებს გავაკეთებ. ნინო სკოლაში არ გავუშვით, დილით რა ვდექი და დავხედე საათს, უკვე გობის დრო იყო რომ ერთი ბავშვს მივხედე ხა ხო ეს ერთი კვირა თვითონ აკეთებდნენ ყველაფერს, მაგრამ რაღაცა და მე ვთხარ ჩემთვის დაწიკი მანანა და იყოს და ალბათ არ გავუშვით და გავაგრძელე და შემოვიდა ნინო რო გაიღვიძა 9 ხდებოდა ვიგრძელი ფეხის ხმა. რა გავუშვით. იმიტომ რომ უნდა ბავშვების ნახვა არც ივანი არ ყავდა ნახეთ, არც მე შევედი ღამე მოვეფერე, მინდოდა გამეღვიძებინა რომ აი მაგრა ჩავხუტებოდი, მაგრად და ისეთ კბილად ეძინა, ისეთ კბილად რომ იქ ძილშივე მოვეფერე ვაკოცე, დავაფარე და დავწეკი. ვერ დავიკმაყოფილე ეს მონატრების ჩახუტება, მაგრამ ის იმდენად კბილად ეძინა რომ არ მინდოდა გამეღვიძებინა. წავედით ახლა განახებთ ჩემ პატარა ფისოებს. ჩემ პატარა ფისოებს და დაგებშტობებით. ნინოს სტიკერი გავუგზავნეთ. ხო, კატის. უნდა ისავქნა ვიდეოს დავამთავრე, თողოთ ფისოვს ვალე, ფისოვნა ვანახო. პატატი. ნახეთ ხალხნო აქ ნახტენი. უი, ნახე ეს არ მინახებია შემთვის. მოიცა. აი მიხდა. მოიცა, ტელეფონს. არის იმედია ჩანს ხო? ეს ნინოს იოანესია. თუ შენი აიღე ეს ბარია. ეს მანელა. მაროსია. ეს ლიანასია, ეს თამუნასია, ეს ნანისი და მარინე ბაბოსი ერთნაირი აუღეთ რომ არის ჩხუბონ მე. და ეს კიდე ლაშასია. და იქიცი მარინე ბაბოსი ყოფილა ის კარგი. ხო, გავიგე. მარინე ბაბოსი არა. ხო, პროფესორი. უი, ნინო, ნახე რა მოგიტანე შენ. საფული. სატე. ჰა? აუ, ელზას კაბაზე რა უყავი. ნინო, ნახე რა გიყიდე მეთქი ვიდეო თვალე თუ რეკავ და იქ ხო ბევრი გასაყიდი რაღაცები იყო სასტუმროში დაბლა -0 სართულზე და აბა რაო და ელზა და ანას კაბა ვანახე და რა მინდოდა გარ. რა მინდოდა დედე გარ რა მიყიდე ის მივანა. ეს შენია ბარბარე. აჰა ეს მოგიტა. იგი ონეს. ანუ ივანე არასდროს რაღაცა რო აი ეს მინდა და აი ესენი იყო ის წყლები. რაღაცა მოსწონებოდა და რაღაცა არ უთქვია რომ აი ეს ვიყიდე და ვიყიდო და იქ ერთ-ერთ ტუალეტა რო გავჩერეთ ერთ ბენზინ გასამართლებლად თურქეთში აიღო და რო დააფასებინა და ღირდა 300 სადღაც 35-13 ლარამდე დადო. ხო და აბდექი და ვუყიდე. და ძალიან ლამაზია. ოპა. ტიტანიკი? ძალიან ლამაზია, ტიტანიკი და აისბერგია. აი ეს ღირდა 35 ლარი. 33. არ დაგდოშულო გიხოცები რა. ზემოდან არა, ქვემოდან. ეს ის რაღაცას რო შეეტაკა ყინულს. ხო, რაღაცას რო შეეტაკა ეგ. ყინულს. ეს ვიყიდე იოადეს. სამასწავლებლებს ვკითხე მეთქი ნინოს ჯგუფს რამე უწევს 3 წელს მისვლა მოსვლა გასვლა და წელს არაფერი საერთოდ. ამ წელს
გასვლა არა, მაგრამ შეიძლება თვითონ კლუბში გქონდეს. არ ვიცი. მოკლედ თადარიგი და დავიჭირო მერქი და არა. არ ვიცი ახლეები მო. უი, ნინო, ნახე რა გიყიდეთ, ეს უშენი არის. სახერა. აურა სურის სუნია მორა მე ხوت დაუყარეთ აქ. ეს არის მაიკა. ეს შენი კაბა. გამართვის. ეს მოსლო. არ დადომტრიანი. აჰა, ეს ფიონეს მაიკებია. ხო, სათლარიანი ძალიან კაი მაიკებია. ნაიკისა და უი, ესეც ხაიკისა. ორი ერთნაირი გვიყიდია, დე. არ არის ერთნაირი. ამას შუაში აქვს, ამას გვერდზე აქვს ნაიკი. არ არის ერთნაირი. ნაიკები როა, კაცო, ხო, ეს სხვა ნაჭერია კი. ეს წავიღე, მაგრამ არისთვის წავიღე არ ვიცი. სათვალეები და საბუთები ხო. ყველაფერი აქ გვაქვს. ესაო კარგიაო. რო ვიყიდოთ ჩვენცაო, რა ვიცი მე ვთხარი. ამას რო გასინჯავ. ამას რო გასინჯავ. ის აუ რასუნი. აუ რა გასინია. ეგები ამოვარდა. აი მე ზეთისხილს რო გასინჯავ. შრალად არის ზეთში არ არის, მაგრამ ზეთიანია, ზეთში ამოვლებული. ამის გასინჯვა და მიხვდები რომ ის ბანკის ზეთისხილები რომლებიც იდება ის არაფერი არ არის. ბანკის ზეთისხილზე კაი სუნი აქვს და ეს არის რაღაცა აუ რაც მე თურქეთში ეს ჭამე ყველანაირ ასპექტში. შენსკენ იქერცლება. ჰა? შენსკენ იქერცლება. ვიცი შულო დავწვი რა. მე ვაფშე. ესეც მოცივაში ჩადედე. მე ჭამე ხო? მინდა? ეს არა ქვია, შედია. ხო და ესეც მოცივაში არ გვაწყინა. დანარჩენი მე მგონი ისეთი არაფერი არ მომიტანია რა ვიცი. სეზას ფლოსტები წამოგიღე. წამოიღე. ყველა წამოიღო აბსოლუტურად. ავტობუსში ვამბობ რა რომ ხახრო სეზას ფლოსტები მარტო მე წამოვიღე თუ ისა თქვენც მეთქი. რა თმიდა არ ვიცი, მაგრამ სხვა შორს ივანემ რო 1 წელი და 1 წელი მოიტანა მაშინ. ცოტა ხანი მეცვა. კარი მართლა მეცვა. ხო და ყველა სიცილია იყო ჩვენც წამოვიღეთ. ამდენი იყო ჩამოია. ჩვენ ხო ჩვენ ვიყავით 4 ადგილიანში ვიყავით 3. და 4-ის იყო. 2 სართულიანზე იწვა ივანე მაღლა მე 2 სართულზე იწვა. ხო და ისე არ ვიცი სხვა თუ რამე მოვიტანე მართლა არ მახსოვს და ეხლა ცოტა აზზე მოვარ და განახებთ. აი რა ახლა ვიდეო გამოდის ხალხი. ეს რო არ განახოთ ისე არ შეიძლება. შეიძლება ერთი ბავშვი ამოვიყვანო. ერთი ცალი მათხოვე, ხო ჩემულამოს. აბა რომელი? აიც მათხოვე დუდუზე როა მიკლული. არა, მოჩამოგისვა, მოიტელი. ვაიმე რა იყო? არ მithubია, არა, დედი მოგიკან. როგორია? როგორ აკივის და ის როგორ მიყურე? დედი მოგიკან, უბრალოდ ვანახო ბავშვებს რა. ვაიმე ლაჭაკალერი ხარ. ის მომიყვანა. ვაიმე ლაჭაკალერი ხარ. დედი მოგიყვან რა იყო? იმე როგორ დაგაწაწა მოხდა. ანკრავილი ვერა იტან. მეცა მეორე თვანახო და დადიან. ოკეი. სამი ვარ მომიყვანა. სამი. აი ერთი თალი. ის კუდი, ყველაზე წვილი კუდი ამას. რა საყვარლები არის. და ბოლო. შავიც, მომეცი აქ. ეს უშავია. ეს ცოცავია. დედას გავს. ვაიმე ბარბარე შეხედე, ბარბარე. დედასია. დედას გავს, დედას ნაი თეთრი აქვს. ჩაია. ჩემო პაცია, დაჭი. ვაიმე. მიდი ჯემოსი ხარ, არაფერს არ. ეს თურქული ჩაი. ჩაი არის სასტუმროში რა ჩაიებიც იყო. ეს არის მერთან შეხვედრა რო იყო, ყავდა 2 ბავშვი, მასწავლებლის ანანო და იოანი. სარკია ჩუქეს და რაღაცა და სარკი ანანოს მისეს ბლოკნოტი და რაღაცა საფულესავით არის ეს იოანის ალანია. აუ და ესეთი გააკეთე. აღარ. დიდი არც ამქონია ეგა. როგორ ზუსტად ესეთი ქონდა? ნივია. აი, ხელად ნივია. იმას ამობს მონაცრეს მოგახონი. ის რაღა დროსია კაც. ალანია. ნუ მოკლედ, წავედი ახლა დაგებშდობებით და დავიწყებ
ნენელა რაღაცების ამოლაგებას და დაბინავება. ყოველ ვიდეომდე